წინაპარასკევს დაგვახარვეზეს. ხარვეზების რამდენიმე კატეგორია არის. მუშა პროცესში ვართ. ხარვეზების გაანალიზების. აქტიურად ამ დახარვეზებით ჩავდექით ქართულ პოლიტიკურ მეინსტრიმში. ამიტომ იმედია, რომ კონსპიროლოგიის სივრცე ამით შევზღუდეთ, ვიმუშავებთ. არ ვაკომენტარებ შეგნებულად, არ ვაფასებ, იმიტომ რომ მაინც ადმინისტრაციული წარმოება ჩემი აზრით მოითხოვს ძალიან ისეთ დინჯ და მშვიდ მიდგომას, ამიტომ ადრიან ვადაში ვეცდებით მიუბრუნდეთ რეესტრს შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვის მიზნით. ჩავდექით მეინსტრიმული პარტიების სიაში, გულისხმობთ იმ სიაში, იმათ სიაში, ვისაც ხელისუფლება პრობლემებს უქმნის? ბოლო პერიოდი თუ რამე არ გამომრჩა, იშვიათად რომელიმე ახალ პოლიტიკურ პარტიას გაევლო რეგისტრაცია პირველივე მცდელობით და პირველ ჯერზე. ამიტომ ეს ვიგულისმეს სწორედ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ხელისუფლების ბრალია ეს თუ პარტიები რაღაცას ისე მაინც ვერ აკეთებენ, რომ დროულად მიიღონ რეგისტრაცია. ვერ გეტყვით, სხვის მაგალითზე დიანა, ჩვენს მაგალითზე ხარვეზები ორ კატეგორიად იყოფა. ერთი არის სიებთან დაკავშირებით. ეს არის ტრადიციული ხარვეზი, რომელიც დგინდებოდა სხვა პარტიების შემთხვევაში. მეორე კატეგორია ხარვეზების არის სიების მიღმა და გარკვეული საწესდებო მუხლების ინტერპრეტაციას უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გავშლი ამ თემას, იმიტომ რომ ვთვლი, რომ სამუშაო აკადემიურ ხასიათს ატარებს ეს პროცესი. ალბათ რამდენიმე ნორმასთან დაკავშირებით ჩვენ განმარტებას დავწერთ. კიდევ ერთხელ ვეცდებით რეს ავუხსნათ, რა შემდგომარეობს ჩვენი პოზიცია. ზოგიერთი მუხლი უნებრივია გარკვეულ გადათამაშებას მოითხოვს. მოკლედ ძალიან პროზაული პროცესი არის და ამაზე განსაკუთრებული ხმაურისა და ვაივიშის ატეხვას ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვაპირებთ. კი ბატონო, უნებრივია უნდა კითხოთ რამდენიმე კომენტარზე, რომელიც სააკაშვილმა პერსონალურად მოგიცხვნათ. ვილაპარაკებთ აუცილებლად თქვენს ინიციატივაზეც, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ გაქვთ ახსნილი, რა პრეტენზია აქვს მას თქვენთან? ვერ გეტყვით ბატონი მიხეილის ლოგიკაში თუ წარმოსახვაში რა ხდება. ძალიან მოვერიდები ზოგადად ვრცელი კომენტარის გაკეთებას, ვინაიდან ახლა არ მინდა რაღაც პარალელი გავავლოთ, მაგრამ პატიმრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს ამბობენ. ამიტომ შესაბამისად მეც მოვერიდები ვრცელი კომენტარის გაკეთებას, თუმცა პატიმრები პოლიტიკური ლიდერები არიან, თქვენს პოლიტიკაში ხართ, ასე რომ შეიძლება რაღაც ორ საკითხს მაინც აღნიშნავ მოკლეზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონალური შეფასებები გახდა ძალიან ჩვეულებრივი ხელწერა ქართული პოლიტიკის, ჩვენ არ დავალთ ამ შემთხვევაში კონკრეტულ პერსონამდე. ჩვენი ზოგადად მიდგომა არის შემდეგი სახის, ხალბატონო დიანა, რაც არაეზის გვითქვამს, რომ ქართული ისტორიის ნებისმიერი ეტაპი უნდა შეფასდეს თავისი პლუსებითა და მინუსებით. რა თქმა უნდა, 2003 წლის, 2012 წლის პერიოდი არის ძალიან საინტერესო, მათ შორის მისი წინააღმდეგობების კუთხი, წინააღმდეგობრივი ძალიან, მაგრამ ის ასევე ობიექტურად უნდა გაკრიტიკდეს და ობიექტურად უნდა შეფასდეს. ამიტომ ამ პოზიციას, ამ სტანდარტს დავიჭერთ ამ შემთხვევაშიც და ნებისმიერ ასეთ პოლიტიკურ ეტაპს თუ ფორმაციას მიუდგებით სათანადო პასუხისმგებლობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საქართველოს წევრების უმრავლესობას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა არ ეჭირა, ქართული ისტორიისადმი, ქართული რეალობისადმი მაინც ვეკიდები ძალიან მაღალი სტანდარტით პასუხისმგებლობისა და კიდევ ერთი. მაინც ბატონ მიხეილს რახან პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ და ისტორიაზე ვსაუბრობთ, მაინც შევახსენებ მოგზაურებულად, რომ ის იყო არა კონკრეტული კომპანიის პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი. და ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტები არ არსებობენ, მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედი იქნება თუ ვადა დასრულების შემდეგ, მაინც იქცეოდეს შესაბამისი მანერით, სტილით, რომ იმ ძალიან მაღალ ტიტულს, რასაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, გნებავთ მისი ლექსიკით, სიტყვათა წყობით, მანერით, ქცევით და ასე შემდეგ, ასევე სათანადო პატივისცემით მოეკიდოს. აი, ჩემი სურვილი ამ შემთხვევაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტისადმი იქნებოდა სწორედ ამგვარი სტანდარტისა და ამგვარი შინაარსის. ნახეთ, მაინც კითხავთ, ჯერ ის
გუშინ გამოეხმაურა ამ ნოლანის ფილმს და ზოგადად სიუჟეტს და ასეთი დახასიათება შემოგთავაზა, რომ პენელოპა არის მართვის სადავეები, ეს გათავხედებული სასიძოები, რომლებიც ოდისევსის დაბრუნებამდე იქ სასახლეში მისი გულის მოგებას ცდილობდნენ, არიან ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც მიისწრაფვიან ამ მართვის სადავეებამდე და ოდისევსი ბრუნდება, მოკლედ რაღაცნაირად ასე ხედავს საკუთარ თავს. მე ასე დავინახე მისი სტატუსი, რომ ოდისევსი ბრუნდება, იმიტომ რომ პენელოპას ყველაზე მეტად მე შევესაბამები და ისინი მე მაკრიტიკებენო. ანუ აქ რაღაც ამ სიუჟეტს თუ გადმოვიტანთ, ამ ფაბულას, თქვენ განგიხილავთ ასევე მართვის სადავისკენ რაღაც მიმავალ პოლიტიკოსად, მოსურნე პოლიტიკოსად და ხედავს თქვენში კონკურენტს და ამიტომ ხო, არ ვიცი, იცით, აი ბერძნულ მითოლოგიას არ ვიცნობ იმდენად კარგად, რომ შედარებები გავაკეთო, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ბერძნული მითოლოგია და მასში გამორჩეული პერსონაჟები, შემთთვის მაინც მიუხედავად ბერძნული ლიტერატურისა და მეთოდოლოგიის მნიშვნელობისა ცივილიზაციური გადმოსახედიდან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი ვიმეორებ, მოქმედი იქნება თუ არა მოქმედი, არის ძალიან მაღალი სტატუსი და მე ვუსურვებ ნებისმიერს, ეს ბატონი მიხეილი იქნება თუ სხვა, ეს სტატუსი ატაროს ღირსეულად, სათანადო შინაარსითა და სათანადო მოპყრობით. ამდენად მე კიდევ ერთხელ ჩემი მოგზალებული მოწოდება, როგორც საქართველოს მოქალაქისა, გამოდივარ საქართველოს ისტორიისადმი სათანადო პატივისცემითა და ყადრით, ჩემი სურვილი ქცევის სტანდარტებთან, ქცევის მანერებთან, კრიტერიუმებთან დაკავშირებით სწორედ ასეთი იქნებოდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ბატონ მიხეილს. მიუხედავად ბერძნული მითოლოგიისადმი მისი ასეთი დამოკიდებულებისა, ის ძალიან მაღალი და ძალიან ღირსეული ტიტულის მატარებელი იყო. ამიტომ სეს პატივი ამ ტიტულს, სეს პატივი ჩვენ, სეს პატივი საქართველოს ისტორიას და საქართველოს აწმყოს. ქართული პოლიტიკა გულისხმობს მათ შორის პოლიტიკური ლიდერები ისეთ მძაფრ დაპირისპირებაში არიან, არა მხოლოდ სხვადასხვა პარტიის, არამედ ბატონ სააკაშვილის პარტიაშიც კი შიგნით დაპირისპირების ხაზები არის დრო და დრო იქ ვთქვათ მის თანაგუნდელებს შორის, მაგრამ მაშინ შინაარს თუ პერსონალურად სააკაშვილს პასუხობთ ასე, როგორც პასუხობთ, შინაარს შევხედოთ ივანიშვილის კაცი ფულით. დაახლოებით ასეთია ეს დედააზრი და მუდმივად ისმის, მუდმივად არა, მაგრამ ამ ხრივ ანა დოლიძე აქტიურობდა, იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი, უსაუბრია ამ თემაზე და ბატონი სააკაშვილიც, რომ თქვენ რაღაც ივანიშვილის ფულით ხართ პოლიტიკაში. ეს დაინახეთ, ეს აზრი ამ სტატუსში თქვენს, ანუ ფიქრობთ, რომ რაღაც თქვენს ირგვლივ ახლა ეს ხმები ტრიალებს, რომ თქვენ ხართ ივანიშვილის კაცი ფულით და შემოხვედით ამ ფულით პოლიტიკაში, იმიტომ რომ ამბობს, რომ ოპოზიციონერები, ვინც გილაურს ჩაება, გილაურს ახლა ამ ფულის გამო, აქაც ფულიაო და ასე ვთქვათ, ჩაგებათ თქვენც. ესე იგი, ძალიან ამჩათდა და მსუბუქი გახდა ქართულ სივრცეში სიტყვის დატვირთვა და სიტყვის მნიშვნელობა. მით უმეტეს ასეთი მძიმე ბრალდებებისა. საერთოდ ზოგადად საყოველთაო ძებნა მინდა გამოვაცხადო და კამპანია ყიფიანის ფულზე და ჯერ საქართველოს ფულზე, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვისაც არ ეზარება, ვისაც დრო და განწყობა აქვს ამ საძიებო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთოს. სხვა რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ქალბატონო დიანა, გამომდინარე თქვენი ეთერისადმი პატივისცემიდან და საკუთარი თავისადმი პატივისცემიდან ასევე. კი ბატონო, კარგით, მოკლედ პრინციპში არ პასუხობთ სააკაშვილს, ასე გამოვიდა. მე მგონი ძალიან ცელი პასუხი გავეცი, როდესაც თქვი, რომ გავიხსენოთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ პატივისცეს იმ ისტორიულ მემკვიდრეობას, როდესაც ის ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს. ამიტომ კრიტიკული ხედვა ამ პატივისცემაში ვარ უშლის. მეტი სათანადო პასუხისმგებლობითა და წონით მოეკიდოს ყოველ მის შეფასებასა და ყოველ მის სიტყვას. რამდენადაც მას ამის გაკეთება შეუძლია. იმედია, რომ შეძლებს. კი ბატონო, ბატონ ვიქტორ, თქვენ ინიციატივას დაუბრუნდეთ, რას გულისხმობს, რითია ეს ახალი ინიციატივა? მაგალითად, ახალი ალიანსის ინიციატივისგან, რომელიც გამოვიდა, რომ თუ ხელისუფლება ამ პუნქტებს არ შეასრულებს,
მთელი წავიკითხე მე დასაწყისში, რა იყო აი ამ პუნქტების შემადგენელი ნაწილი, ისინი არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. დაახლოებით ასე ითქვა მათი მხრიდან. აი რითი არის თქვენი შეთავაზება პოლიტიკური სპექტრისადმი განსხვავებული? დიდათ არაფრით არ არის განსხვავებული. მაშინ რას მოიცავს კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ? მინდა გითხრათ გულსხმელად, საერთოდ არ ესმის და არც მინდა რაიმე ვთქვათ დოღში ან კონკურენციაში ჩავერთოთ თუ ვინ გაახმოვანა ეს იდეა პირველმა. საერთოდ ისეთი არ მინდა ესეთი სურათი შეიქმნას, რომ ლამის ეს იდეა დასაპატენტებელი გახდა, მით უმეტესო ქართული კანონმდებლობით იდეა არ პატენტდება. მოხარული ვართ ერთით, მხოლოდ რომ თუნდაც ჩვენი მხრიდან ამ იდეის გახმოვანებით კიდევ ერთხელ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას შევახსენეთ რეალური არჩევნების ფასი. რა არის დეკორაციული არჩევნები და რით განსხვავდება დეკორაციული არჩევნებისგან კონკურენტული უკეთ რო ვთქვათ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. თუ ამ შეხსენებამ კიდევ ერთხელ ქართულ პოლიტიკურ პროცესში შემოიტანა გარკვეული დინამიკა და შინაარსზე ორიენტირებული პოლიტიკა შემოიტანა, შინაარსზე ორიენტირებული პოლიტიკური თემა შემოიტანა, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ამით ჩვენი მინიმალური მოვალეობა შევასრულეთ, რა თქმა უნდა, გაახმოვანებასთან ერთად ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესს მიუყვეთ. სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მჭიდრო კონსულტაციით. იდეა ფასობს იმით, რომ მიუხედავად მისი ბანალურობისა და სისადავისა, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მიუხედავად პარტიული აფილიაციისა, მიუხედავად გეოპოლიტიკური ვექტორების გარჩევისა, თავისუფალი და სამართლებრივი არჩევნები არის საბაზისო უფლება საქართველოს მოქალაქეებისა. ამ უფლების რეალიზების გარეშე ვერ შედგება ქართული სახელმწიფო, ვერც საზღვარში და ვერც. კი ბატონო, შეკითხვა მაქვს ასეთი. პირველი, რა შეთავაზება ეს, რომ პოლიტიკური პარტიები დასხდეთ და შეთანხმდეთ რა მიგაჩნიათ არადეკორაციულ არჩევნებად? აი რა კიდევ ერთხელ რომ მითხრათ, აი რას გულისხმობს თქვენი შეთავაზება? ყოველდღე ვუყვები მაყურებელს, მაგრამ აი იქნებ თქვენ უფრო ეს არის შეთანხმება არჩევნების წესებზე, როდესაც ფართო პოლიტიკური კონსენსუსი იქნება ჯერ ოპოზიციის მხარეს, რომ გარკვეული წესების შემთხვევაში არჩევნებში შესვლას აქვს აზრი, ვინაიდან არჩევნების შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი და კონკურენტუნარიანი, შესაბამისად ამ წესების ირგვლივ მოხდეს ფართო სამოქალაქო თანხმობა, კონსოლიდაცია და შემდეგ უკვე ამ თანხმობამდე დასული პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებასთან ერთად ბუნებრივია მოითხოვს უკვე არსებული ხელისუფლების მხრიდან ასევე მის თანხმობას. ვინ იძლევა გარანტიას, რომ ხელისუფლების თანახმა იქნება ეს წესები ამ წესებზე ფართო შეთანხმება ყველა პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, მათ შორის მმართველი პარტიის მხრიდან განაპირობებს ღია და ობიექტურ არჩევნებს. ნახეთ, რა გარანტიაა, რომ ოპოზიცია ისიც არასრული, იმიტომ რომ არ მგონია, ახლა გახარიას გუნდს არ ეტყობოდა დღეს ამ პროცესში ჩართვის დიდი ვნება, არც ლელოს დიდად. რა გარანტია არსებობს, რომ თქვენ ყველაზე აქტიური გამოხმაურება გქონდათ ალიანსიდან, ოპოზიციური ალიანსიდან, თუ ასეთი არის კიდევ, ყოველ შემთხვევაში ელენე ხოშტარიასგან, ასევე იქ ახალის და კოალიციას სრულებების სხვა წევრებისგან, რა გარანტია არსებობს, რომ თქვენ ყველანი დასხდებით, რაღაც წესრიგზე შეთანხმდებით, რაღაც წესებზე შეთანხმდებით და ეს აუცილებლად იქნება ხელისუფლების მხრიდან შესრულებული. არავითარი გარანტია არ არსებობს და არც ვინმეს რაიმე სასწაულს ვერ ჭერს საქართველოს და ვერც ვინმე სხვა ვერ შესთავაზებს. სასწაულზე საუბარი არ არის, თვითონ მოთხოვნა ვიმეორებ, იმდენად გასაგებია, იმდენად გამართული არის და იმდენად ბუნებრივია, რომ ჩვენი დაშვება არის, რომ ამ მოთხოვნის ირგვლივ არ გაერთიანება არის უბრალოდ რომელი მოთხოვნის? აი ალიანსის 6 პუნქტი, ის თუ ამ 6 კიდე 6 დაემატოს უნდა, თუ სამი გამოაკლდეს. პოლიტიკური ბუნების პროცესის საწინააღმდეგო. მექანიკასთან დაკავშირებით ახლა თქვენ ახსენეთ 6 პუნქტიანი გეგმა ალიანსის მხრიდან. ჩვენ მუშაობთ ახლა ამ 6 პუნქტიანი გეგმის შესაძლო გამწობაზე. გვაქვს გარკვეული მოსაზრებები და ალბათ მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ შეიძლება რამდენიმე რეკომენდაციით გამოვიდეთ, რომელიც შესაძლო არის, შეიძლება ეს იყოს არსებული პუნქტების მოდიფიცირება, ან შეიძლება იყოს ახალი პუნქტების შემოტანა.
ჩვენ დავეყნობით როგორც მიმდინარე პოლიტიკურ გამოცდილებას, ქართულ რეალობას, ასევე შეიძლება შევისწავლოთ და პროცესში ვართ რეალურად საერთაშორისო გამოცდილების. მოკლედ, ჩვენი შემოთავაზება ამ საერთო კონაში, ინტელექტუალურ კონაში, რამდენად შეიძლება თუ შესაძლებელი არის საერთოდ გამწობა, ჩვენ ამაზე წავიმუშავებთ, შემდეგ შევთავაზებთ იმ სუბიექტებს, რომლებიც იდეის მომხრენი არიან და უკვე გადავიდანთ ამ საკითხს პრაქტიკული კონსულტაციების სიბრტყეში. ვისთან გექნებათ ეს კონსულტაციები? ოპოზიციონერ კოლეგებთან? ჩვენ ხომ მივიღეთ რამდენიმე გამოხმაურება უკვე ამასთან დაკავშირებით. ელენესთან? კი, მივიღეთ ჩვენ ქალბატონ ელენესგან, იყო სხვა პოზიტიური შეფასებები. ვთქვათ, აბა. ძირითადად ალბათ კოალიცია სიახლე ცვლილებებისათვის, ხო, ალბათ ესა. ანუ თქვენ და კოალიცია შეთანხმდებით რაღაც ახალ შესაძლებელი არის შესაძლებელი კი არ არის ჩვენ ვალდებული ვიქნებით ალბათ ეს ახალი მოსაზრებები თუ რეკომენდაციები სხვებსაც შევთავაზოთ. ვიმეორებ, ჩვენ ერთ-ერთი თანამონაწილე ვიქნებით პროცესის აქ, არანაირ ექსკლუზივზე საუბარი არ არის, მით უმეტეს რომ მოთხოვნა თავისთავად არაექსკლუზიური არის. თავისი სისადავიდან და თავისი ბუნებრიობიდან გამომდინარე. აი, ვინც გაითავისებს იმას, რომ ქვეყანა იმსახურებს და საზოგადოება იმსახურებს გამართულ და სამართლიან არჩევნებს, ისინი შემოვლენ ალბათ ამ საკითხის განხილვაში და როდესაც შეიკრება ფართო თემატური კოალიცია, არა პარტიული, არა პარტიათა შორისი, არამედ კონკრეტული თემის ირგვლივ, რომელიც არჩევნებს კი არ ისახავს თვითმიზნად, არამედ ცვლილებებს ისახავს მათ შორის თვითმიზნად, ვინაიდან ნებისმიერ ცვლილებებზე გამავალი გზა შეიძლება ერთადერთი ვარიანტი ჩვენი განმოსახედიდან შეიძლება გადიოდეს სწორედ გამართულ არჩევნებზე. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები ახლა ეგ ცოტა სასპეკულაციო თემა არის, მაგრამ მორიგი არჩევნები არის განსაზღვრული ვადიანი 20-28-ში. თუ ჩვენ ცვლილებებზე საუბრობთ, თუ ჩვენ ცვლილებებზე ვართ ორიენტირებული, შეიძლება ითქვას, რომ ამ თემაზე საუბარი გამართულ არჩევნებზე ცოტა დაგვიანებულიც არის, ამდენად ამ საუბრის გადადებას აზრი არ აქვს, ეს უნდა დავიწყოთ დღესვე, მყისიერად, რომ შესაბამისად ეს ფონი 28 წლის არჩევნებისად მომზადდეს. ნახეთ, თქვენ და სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომ შეთანხმდებით რაღაც წესებზე, როგორი ტიპის არჩევნები მიგაჩნიათ სამართლიანად, შემდეგ ამ გამზადებული დღის წესრიგით თუ პუნქტებით მიდიხართ ხელისუფლებასთან სასაუბროდ? ეს ცხადია, დიანა, აბა სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ? არა, მე ასე წარმომიდგენია, მაგრამ იმ ხალხს როგორ წარმოუდგენია, რომლებიც ყისიერად გამოეხმაურნენ თქვენს ინიციატივას, მე როგორ გონიათ? ამ პროცესს აქვს თავისი პოლიტიკური მდგენელი და სამართლებრივი. პოლიტიკური მდგენელი არის სწორედ ფართო კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ კონსენსუს ნებისმიერს პოლიტიკურს სჭირდება სამართლებრივი წესით ამოქმედება. და ვინაიდან სამართლებრივი წესით ამოქმედება ვერ მოხდება სხვა გზით თუ არა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, ბუნებრივია ეს მათ შორის მოითხოვს პოლიტიკურ თანხმობას ქართული ოცნების მხრიდან და შესაბამისად სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. სხვაგვარად, სხვა ფორმულა, სხვა მექანიკა, სხვა მექანიკა ამ ცვლილებების გატარებისა ბუნებაში ვერ მოიძებნება. ხელისუფლებას ექნება თუ არა თქვენთან ყველასთან ლაპარაკის მზაობა და ოპოზიციაში ექნებათ თუ არა პოლიტიკურ ლიდერებს ხელისუფლებასთან ლაპარაკის მზაობა. ისინი საერთოდ არ აღიარებენ მათ როგორც ლეგიტიმურ პერსონებად. თავარი ალბათ ამ შემთხვევაში არის, რომ ჩვენ ეს საშინაო დავალება შევასრულოთ ოპოზიციურ მხარეს, რომ ჩვენ თვითონ ჩამოვყალიბდეთ რა და როგორ გვინდა და როგორ წარმოგვიდგენია გამართული და ნორმალური არჩევნები. მას შემდეგ, რაც ეს პოლიტიკური თანხმობა, პარტიათა შორის თანხმობა, საზოგადოებრივ თანხმობასაც შეიძენს. საზოგადოებას ამ წესების ახლა როგორი CSKO-ს დაკომპლექტების წესით ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ თანხმობას გამოიწვევთ ამ საკითხებით? ისედაც დაიღალა ეს საზოგადოება ამ ოპოზიციის 200 წლიანი დავით, რომელ არჩევნებში წავლენ, რომელში არ წავლენ, იქ რომელი წესი ჯობია, ანუ გექნებათ საზოგადოებრივ თანხმობა ამ მე მესმის თქვენი სკეპტიციზმის, მე გარკვეულწილად ვიზიარებ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ქართული საზოგადოებისადმი არის ჯეროვანი, მე ვთვლი, რომ ქართული საზოგადოება, ქართული ამომრჩეველი იმსახურებს ისეთ საბაზისო უფლებას, რასაც ნორმალური არჩევნები ქვია და მე მოლოდინი მაქვს რა, რომ ქართული საზოგადოების, ქართული ამომრჩევლის თავმოყარეობა და პატივმოყარეობა არის იმ დონის, რომ
ამ გამოწვევას და ამ მოწოდებას გამოეხმაურო სათანადოდ. ასე რომ მე ამ ხრის საკმაოდ ჯანსაღი და გამართული მოლოდინი მაქვს. კი ბატონო, და მაგალითად ელენე ხოშტარიასთან მან თქვა, რომ ქონდა თქვენთან კომუნიკაცია, თქვენ აუხსენით როგორ ხედავთ ამ პროცესს, რომ თქვენ ელენე, ნიკა გვარამია, ლევან ცუცქირიძე, არ ვიცი და სხვები შეთანხმდებით რაღაც წესებზე, როგორი არჩევნები მიგაჩნიათ არჩევნებად და არა დეკორაცია, თქვენ სიტყვებს ვიმეორებ და შემდეგ თქვენ ყველანი აი ამ ფურცლით დაჯდებით მაგიდასთან, სადაც მეორე მხარეს იქნება მაგალითად შალვა პაპუაშვილი ან ირაკლი კობახიძე. ვინაიდან ასე დაანახეთ, თქვენ ასე ხედავთ, ასე დაანახეთ და ისინიც თანახმა არიან ამ პროცესზე? აგიხსნით, ვინაიდან ამ მოწოდების გახმოვანების შემდეგ გაჩნდა გარკვეული კითხვები მოქმედებათა თანმიმდევრობის მიმართ. ასე მაგალითად ერთ-ერთი კითხვა იყო ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში მანამდე უნდა შევიდეთ თუ მერე. ამაზე სათანადო განმარტება გაკეთა ჩემი მხრიდან, ისევე როგორც გარკვეული განმარტება გაკეთა ცალკეულ სიტყვებთან მიმართებაში, როგორც ეს ვთქვათ, დიალოგი. იმიტომ რომ ზოგმა დიალოგი მიიჩნია როგორც სისუსტის ნიშნად, მაგრამ მე ვთვლი და მე განმარტე კიდევაც და ჩემმა კოლეგებმა არა ეძის რა, რომ ნებისმიერ დიალოგში შესვლა, რომელიც მომდევნო ეტაპი იქნება მას შემდეგ, რაც ეს სავარჯიშო შესრულდება, ანუ პარტიების შეთანხმდებიან თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ სწორი და გამართული არჩევნებიდან, როგორც გითხარით, მიუხედავად იმ სკეპტიციზმისა, ჩემი დამოკიდებულება ქართველი ამომრჩევლისადმი მაინც განსხვავებული არის და მე მოლოდინი მაქვს რა, რომ ის გამოეხმაურება ამ მოწოდებას, იმიტომ რომ ეს ქვეყნის ბედს უკავშირდება და ქვეყნისათვის აუცილებელ ცვლილებებს, აი შემდეგ უკვე აი ამ პოლიტიკური თანხმობის ძალით შემოსილი, ბუნებრივია საუბარი ხელისუფლებასთან ალბათ უნდა გაიოლდეს. იმიტომ რომ შენ უკვე ლეგიტიმაცია გაქვს არა მარტო პარტიულ სპექტრში, არამედ საზოგადოებრივ სპექტრში და რა თქმა უნდა ჩემი დაშვება არის დიანა, რომ ნებისმიერი ეს ლეგიტიმაცია არ ვიცი. ამ ფურცელს რამდენი აი ამ ფურცლით აქციას მოაწყობ და იქ რამდენი ადამიანი მოვა, ეს იქნება საზოგადოებრივ თანხმობის ნიშანი თუ ხელმოწერები იქნება ამ დოკუმენტზე თუ როგორ დაინახავთ ამ ქვეყანაში ყველა საზოგადოების სახელით ლაპარაკობს, აი როგორ დაინახავთ აი ამ CSKO-ს დაკომპლექტების თქვენეულ ხედვას ან საარჩევნო წესების ვერიფიკაციის აპარატი როგორი უნდა იყოს თქვენეულ ხედვას, თქვენეულში არა მხოლოდ თქვენ გულისხმობთ, ანუ ზოგადად ოპოზიცია, აქვს საზოგადოებრივი თანხმობა, ეს აი ხელისუფლებაც როგორ დაინახავს ამას ან თქვენ? ბუნებრივია საზოგადოებრივი თანხმობა ახლა ნიავის სიძლიერით ვერ განიზომება. ხო, აი ამიტომ გეკითხე. ხო, არის გარკვეული საზომი, თქვენ პეტიცია ახსენეთ, სხვადასხვა საჯარო ფორმები აზრის გამოხატვის, ესეც რა თქმა უნდა დასამუშავებელი საკითხი არის, მაგრამ ამ პროცესის ტემპისა და ძალის ზრდასთან ერთად ჩვენ ალბათ შესაძლებელია დავინახოთ გარკვეული ინდიკაციები მართველი პარტიის მხრიდან, მათ შეფასებებში, მათ დამოკიდებულებაში. აი ეს სურათი მედლის ორივე მხარე, როგორ ჩავატარებთ ამ პროცესს ჩვენ და ამ პროცესის მიმდინარეობისას როგორი გამოხმაურება იქნება მეორე მხრიდან, ალბათ ჩვენთვის გარკვეული წარმოდგენების შექმნის საფუძველი იქნება და ეხლა თქვენს კითხვას რო დაუბრუნდე, სად არის გარანტია, რომ ეს პროცესი ბოლოში გავა, ხო, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი გარანტია არ არის. მე უბრალოდ გამოვდივარ ჩემს კოლეგებთან ერთად იმ მოცემულობიდან, რომ ეს მინიმალური სავარჯიშო, მინიმალური სამუშაო ჩვენი მხრიდან არის შესასრულებელი და ჩვენი როგორც რაციონალური, როგორც ადეკვატური ადამიანების დაშვება არის, რომ თუ ეს წინადადება იქნა შემოსილი ფართო საზოგადოებრივი თანხმობით მართლ პარტიას როგორც ერთ-ერთ პოლიტიკურ მოთამაშეს ამბელზე სხვა არჩევანი რაციონალური მოქმედების ალგორითმიდან გამომდინარე არ ექნება რომ დაჯდეს, დაგელაპარაკოს და შეთანხმდეს ამ საერთო წესებზე თამაშის. და სხვათა შორის ეს თამაშის წესები და სამართლიანი არჩევნები იმ ვერსიით, რაც საზოგადოებრივ თანხმობას მოითხოვს, შესაძლებელი არის თვითონ ქართული ოცნების ინტერესებშიც იყოს, იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე უტყუარი საზომი და გაზომის საშუალება თუ წარმოვიდგენოთ ახლა ჰიპოთეტურად თუ მიუხედავად ამ წესებზე შეთანხმებისა ასეთ არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა და ქართულმა ოცნებამ მისთვის სასურველ შედეგს მიაღწია, ალბათ
ყველა კითხვაზე, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, საკმაოდ მყარი და დამაჯერებელი პასუხები იქნება გაცემული. მაგრამ ვიმეორებ, ახლა მე არ მინდა ნამდვილ ლეგიტიმაციას მოიპოვებს ასეთი წინასწარი კონსენსუსის შედეგად. მაგრამ ვიმეორებ, ახლა მე წინასწარ შეთანხმება ასევე არ ნიშნავს კარგ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე წინასწარ არც 24-ის არჩევნები გამოიყურებოდა, ვთქვათ, რაღაცნაირად აპოკალიპტურად, როგორც შემდეგ ოპოზიციამ თქვა, რომ აქ წაგვართვეს არჩევანი. იცით, სამართლიანი არჩევნები ხომ მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკა არ არის. ეს არის ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, როგორ აღვიქვამთ ჩვენ, რომ არჩევნები ჩატარდა რეალურად და ეს არჩევნები არის გამართული და სწორი არჩევნები. აი, თვით ეხლა ძალიან არ მინდა გადაუხვიო, მაგრამ თვით ჩვენი მიდგომა ჯერ საქართველო ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შეფასება ამა თუ იმ ქართულ პოლიტიკურ მოვლენაზე ქართულ აზრს უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში. აი, ჩვენ იგივე პროცესთან დაკავშირებით, ეხლა მექანიკაში ბუნებრივი არ შევდივართ, მაგრამ ჩვენი შეთავაზება იქნება და ჩვენი სურვილი იქნება, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ქართული კონტენტის, ქართული შინაარსის მატარებელი იყოს, რომ თავარი პასუხისმგებლობა, როგორც გაზომვის კუთხით, ასევე რეალიზებისა და მონიტორინგის კუთხით, ქართულმა საზოგადოებამ აიღოს, იმიტომ რომ აზრი იმის თაობაზე თუ როგორი უნდა იყოს საქართველო დღეს და ხვალ, ეს პირველ რიგში ქართული საზოგადოებისა და ქართველი ამორჩევების გადასაწყვეტი არის. ეს პროცესი ქვეყნის შიგნით უნდა წარიმართებოდეს და მთავარი არბიტრები ამ პროცესის გამართულობაზე მე და თქვენ უნდა ვიყოთ. კი ბატონო, ორი კითხვა მაქვს ასეთი. ივანიშვილი თქვენი აზრით რამდენად ასხივებს, შეიძლება ჩემზე მეტად იცნობთ და სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე მეტად ასხივებს, რომ ის ამ ტიპის დიალოგზე წამსვლელი, ამ ტიპის დათმობაზე, შეიძლება პერსონალურად არ იყოს იმ მაგიდასთან წარმოდგენილი, მაგრამ მისი სახელით, მისი გუნდი და ასევე ძალიან კაფიო პასუხი, რამდენადაც შესაძლებელი, ამას ულტიმატუმის ფორმა ექნება, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, თქვენ არჩევნებში არ შეხვალთ? გაბატონო დიანა, ბატონი ივანიშვილის გამოსხივების ზალა დაახლოებით 3 წელია პირადად უკვე არ მიგზნია, ამიტომ რა თქმა უნდა გამიჭირდება მაგაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაშვება, რომ რაციონალური მოქმედება კონკრეტული პოლიტიკოსისა მით უმეტეს მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა გარკვეულ დოზას ბოლოდინისა, რა თქმა უნდა, ბადებს და დანარჩენი ხა რამდენად ეს დოზა ჭარბი არის თუ არ არის თუ არაადეკვატური არის თუ ეს ამას პროცესი გვიჩვენებს. ამდენად ჩვენ ჩემი აზრით არ უნდა გავუსროთ ამ შემთხვევაში პროცესებს წინ, ჩვენ უნდა მივყვეთ პროცესს თანმიმდევრულად და როდესაც შეიქმნება კონკრეტული მოცემულობა, ალბათ ამ მოცემულობას თვითონ მეორე მხარეც შეაფასებს სათანადოდ და დასკვნებიც იმ კონკრეტულ მოცემულობას დაეფუძნება. ეხლა წინასწარ განწყობებზე ფიქრი და განწყობებზე პროგნოზირება ჩემი აზრით, ეხლა ამ მომენტში მეტად ნაადრევი არის და არასერიოზულიც. ამას ექნება თქვენი მხრიდან ულტიმატუმის ფორმა? ეს თქვენი მხრიდან პირობა იქნება თქვენი არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი? მე გეტყვით ჯერ საქართველოს პოზიციას. ამ შემთხვევაში ჩვენი შეთავაზება იქნება შეთავაზების ფორმა და არავითარ შემთხვევაში ულტიმატუმის, იმიტომ რომ თქვენ როგორ აღიქვამთ? ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის ხვალინდელ დღეს უნდა უკავშირდებოდეს, ეს უნდა იყოს ხვალინდელი დღე ყველასათვის, სადაც ყველა მისთვის კუთვნილ დაფასებულ ადგილს იპოვის. სხვაგვარად, ჩემი აზრით, ქართული რეალობის გარდაქმნა და უკეთეს მომავალზე გადასვლა შურიზიების ენით, მუქარის ენით, დამუნათების ან პოლიტიკური ვენდეტის ენით, ჩემი აზრით, მარგი ქმედების კოეფიციენტის მატარებელი არის. შეიძლება ეს ტაქტიკა იყოს თქვენი მხრიდან შეთავაზების ფორმის მიცემა, მაგრამ თქვენთვის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი არის დამოკიდებული აი თქვენ ჩამოყალიბებულ წესებს, რამდენად გაითვალისწინებს და ეს მოლაპარაკების პროცესი როგორ დასრულდება. კიდევ ერთხელ, წინა კითხვასთან დაკავშირებით, ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს ხვალინდელი დღე ყველასათვის. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ კანონი არ უნდა კანონობდეს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ კონკრეტული საკითხები არ უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში ხვალინდელ დღეში ადგილი არ უნდა პოვოს პოლიტიკურმა ვენდეტამ. სხვაგვარად, აი ამსეთ საბაზისო პრინციპებზე შეთანხმების გარეშე ჩვენ ასე დიალოგს ბუნებრივია ვერ გავმართავთ. დეკორაციული არჩევნები ვერ გავმართავთ.
და ვერ გავალთ იმ სასურველ შედეგზე. რაც შეეხება არჩევნებს, ნებისმიერ შემთხვევაში წახვალთ თუ არა? ჩვენ არჩევნებში ნებისმიერ ფასად არ წავალთ, დიანა, იმიტომ რომ ჩვენი აბა პარტიას რატომ ვქნით? ივანიშვილის ნებაზეა თქვენ არჩევნებში შეხვალთ თუ არა? იმიტომ რომ ის თუ წამოვა დათმობაზე შეხვალთ, თუ არ წამოვა არ შეხვალთ, ანუ თქვენ პოლიტიკაში გრძელვადიანად ყოფნის საკითხს ივანიშვილის, ვთქვათ, როგორ ხასიათზე იქნება დათმობის თუ არ დათმობის ამაზე იქნება აგებული? დიანა, თქვენის დახმარებით და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში ძალიან გასაგებად საუბრობ, რომ არჩევნებმა უნდა შეიძინოს არჩევნების არსი და შინაარსი. სხვაგვარად მონაწილეობის მიღება ნიშნავს ხელი მოაწეროს არჩევნების იდეის დისკრედიტაციას, პოლიტიკური პროცესის მანკიერებას და საკუთარი ფორმა აქვს, არა? და საკუთარი თავისადმი უპატივცემულობას და ჩვენ არც ერთის გამკეთებელი ვართ, არც მეორესი და არც მესამესი. თუ ივანიშვილი არ დათმობს, თქვენ არჩევნებში არ შეხვალთ. თუ შენ შედიხარ ისეთ საარჩევნო პროცესში, რომლის შედეგი მეტნაკლებად იმ თავითვე არის პროგნოზირებადი, ვინაიდან არ არის გამართული, არ არის კონკურენტული და არ არის სამართლიანი, როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის ისეთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ქვეყნის მართვაზე თავისი წილი პასუხისმგებლობის შეიძლება პრეტენზია განაცხადოს, ასეთ არჩევნებში საკუთარი თავი თვითონაც გაიმასხარაოს და საკუთარი ამორჩევლიც გააბითუროს. ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ.